რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე არსებული კორპუსების ენერგოეფექტური რეაბილიტაცია და რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. კორპუსებს თბოიზოლაციით ფუთავენ, გათვალისწინებულია მეტალოპლასტმასის ფანჯრების მოწყობა და აივნების განახლებაც. აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის მესამე ეტაპიც, გამაგრება რეაბილიტაცია კიდევ 3 კორპუსს უტარდება. პროექტების ჯამური ღირებულება 5.450.480 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოების მიმდინარეობას ნინო ლაცაბიძე ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, რუსთავის დელეგანტთან და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილესთან ერთად გაეცნო. როგორც ახალ, ასევე ძველ რუსთავში მიმდინარეობს შენობების გამაგრება, ვიზუალური იერსახის მოწესრიგება. დღეს ადგილზე გავეცანით სამუშაოებს, აქტიურ ფაზაშია უკვე. რუსთაველის ქუჩაზე კი ვიწყებთ მეოთხე ეტაპს. დავათვალიერეთ მესხიშვილის ქუჩაზე მიმდინარე კორპუსების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რუსთაველის ქუჩაზე, სადაც ასევე მიმდინარეობს კორპუსების რეაბილიტაციის მესამე ეტაპი. ჯამში ეს ორივე პროექტი 5 მილიონ ლარამდე შეადგენს და შედეგად ჩვენ რუსთავს შევუნარჩუნებთ ავთენტურ მის ისტორიულ სახეს. ახალ რუსთავში, რომელიც თბოეფექტურობის ფარგლებში შენობა მრავალბინიანი კორპუსის შეფუთვას მოიაზრებს. ძველი სახლები, რომელიც რუსთავის ისტორიულად რუსთავ ქალაქის სახეს წარმოადგენდა, რეაბილიტირებული იქნება ზუსტად იმ ვიზუალური კუთხით, როგორიც ეს იყო